გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. სომხეთთან მატჩამდე ქართველ თავდამსხმელს სანაკრებო დონეზე გატანილი ჰქონდათ 16 გოლი, რის შედეგადაც მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩებოდა მეორე ადგილზე მყოფ ხვიჩა კვარაცხელიასა და თემურ ქეცბაიას. სომხეთის წინააღმდეგ შესრულებული დუბლის შემდეგ მიქაუტაძის გოლების რაოდენობამ 18-ს მიაღწია, რითაც ის უკვე მეორე ადგილზე გადავიდა. სიაში პირველობას კვლავ შოთა არველაძე ინარჩუნებს 26 გოლით. გიორგი მიქაუტაძემ სომხეთთან მატჩი შეაფასა. ბუნებრივია, დამატებითი мотиваცია მქონდა, რადგან გუნდის ყოფილ მწვრთნელთან მიწევდა თამაში, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობდი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და მთელი გუნდისთვის. ძლიერი თამაში ვაჩვენეთ, 3-0 მოვიგეთ და მგონია რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ პლეი-ოფებისკენ. რაც შეეხება ნაკრებში გოლებით ხვიჩას გადასწრებას, ამ თემაზე არ ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ ახლა რომ შევალ გასახდელში, ვეტყვი რომ გაუსწარი ვნახოთ რას მეტყვის. აქვე აღსანიშნავია, რომ სომხეთის ნაკრებს სათავეში უდგას ჯონ ვან სხიპი მწვრთნელი, რომელიც გიორგი მიქაუტაძეს აიაქსში წვრთნიდა, თუმცა პრაქტიკულად შანსი არ მისცა თავის დამკვიდრებისთვის. სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. საქართველოს ნაკრები გუნდურად ძალიან კარგად იყო მომზადებული, რამაც მატჩის ბედი განსაზღვრა. ფაქტია, რომ მათ დონეზე ვერ ვართ. სამწუხაროდ, არაერთი შეცდომა დაუშვით, ხოლო საქართველოს ნაკრები იმ ხარისხის გუნდია, რომელიც ამას არ გაპატიებს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფილ სანიოლმა მატჩი შეაფასა. წინა შეხვედრებში თამაშის დაწყება გვიჭირდა, მაგრამ ამჯერად ეს პრობლემა გამოვასწორეთ. აგრესიულად დავიწყეთ, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. გიორგი მიქაუტაძის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია და მოედანზე დიდი სარგებელი მოგვიტანა. რა თქმა უნდა, დინამო არენაზეც ანალოგიურ თამაშს ველით. კაშია და კვარაცხელია დაბრუნდებიან, რაც გარკვეულ ტაქტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს. ლუკა ლოჩოშვილმა სომხეთთან მატჩში ტრავმა მიიღო. მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ლოჩოშვილისთვის სანაკრებო პაუზა ამ თვეში დასრულებულია. ექიმების თქმით, მძიმე დაზიანება არ არის, თუმცა დამატებითი კვლევების ჩატარება საჭიროა. რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ ის განმეორებით შეხვედრას ვერ ითამაშებს. იმედი გვაქვს, დიდხანს არ გამოტოვებს. სალერნიტანაში კარგ ფორმაშია, დღევანდელი მატჩიც მაღალ დონეზე ჩაატარა, მისი თამაშით გამახარა და ვიმედოვნებ, მოედანს მალე დაუბრუნდება, განაცხადა სანიოლმა პრესკონფერენციაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა მეტი კონტენტის სანახავად.